აი დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს რა იმალება აი ამ რძის პროდუქტებზე აგორებული ამბების უკან და ზოგადად კვების ინდუსტრიის უკან. ეს ვიდეო ეხება აბსოლუტურად ყველა ადამიანს, აზრი არ აქვს, სქეს, ას აქვს, პროფესიას, თუ გაქვს პირი და ჭამს საჭმელს, ეს ვიდეო ჩათვალე გეხება. ამიტომ აქვევით არის გაზიარების ღილაკი, მაქსიმალურად გავაზიაროთ ეს ვიდეო, გაუზიაროთ სხვებსაც ეს საცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია და ასევე დაწერე შენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობ შენ ამ ყველაფერზე. ხო, ალბათ შენ შეამჩნიე უკვე რომ აი ამ ჯანმრთელობის დაავადებების და აი უბედურებების სტატისტიკა იზრდება, ხო? კლინიკებში არის ყველგან რიგები, გულის დაავადებები, ღვიძლის, დიაბეტის, სხვადასხვა უბედურებები იზრდება და რატო ხდება ეს ყველაფერი? მოდი დღეს ვისაუბრებთ რაზე. რატო ფუჭდება დღევანდელი საკვების ხარისხი ყოველდღიურად? რატო არ იღებს არავინ ამაზე ხმას და რაც თავარია? სად არის გამოსავალი? როგორ ვიყოთ აი ამ პირობებში დაცულები, ჯანმრთელები, ენერგიულები და როგორ გაუფრთხილდეთ ჩვენს თავს და ჩვენს ოჯახებს, ხო? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ რაზე ფიქრობს მწარმოებელი? აი შენ თვითონ დაფიქრდი, აი უმეტეს ეხა ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ 99% რაზე ფიქრობს? მათ აქვს ორი საფიქრალი, ხო? პირველი ფიქრობენ იმაზე, რომ როგორ მოიყვანონ მინიმალური დანახარჯით უფრო მეტი პროდუქტი, ანუ ფერმერი თუ აი მოყვანაზეა საუბარი, თუ მწარმოებელია წარმოებაზე, ანუ დახარჯოს ნაკლები და მიიღოს მეტი, ასე ვთქვათ. და შემდეგ ფიქრობს, როგორ კონდეს მის პროდუქტს უფრო დიდი ვადა და არ გაფუჭდეს მალე, რომ არ გადაეყაროს, ხო? და ამის გამო რა ხდება? 24 საათი ზიან და ფიქრობენ, რა ქიმიკატები გამოიმუშაონ, რა სასუქები იხმარონ, რა პესტიციდები, რა წამლები, რომ ეს ყველაფერი გამრავლდეს. არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ აი თემომ და მისმა გამომწერებმა ეს ვიტამინები და საჭირო მინერალები და პროდუქტები საიდან შეივსონ, წარმოებლები ფიქრობენ თავის ჯიბეს საიდან შეივსონ. შესაბამისად გამოვიდა ეს გენური ინჟინერია, 1000 სხვადასხვა პროფესიები, რომლებიც ამ ყველაფერზე ფიქრობენ და აკეთებენ. ზუსტად ამიტომ მარტო რძის პროდუქტის კი არა, ჩვენ გონია რომ მარტო რძის პროდუქტია ჩვენი პრობლემა. ყველაფრის ხარისხი ფუჭდება, გადახედეთ იქ ძეხვები, სოსისები, სხვადასხვა მავნებლობები, ტრანსცხიმები, ყველაფერი სავსეა დღევანდელი პროდუქტი ქიმიკატებით, ანუ უამრავი ისეთი ელემენტი შედის, რომ ჯობია არ შედიოდეს, რა არ გვჭირდება ორგანიზმში ეს ტრანსცხიმები, ეს პესტიციდები, ეს ქიმიკატები, ეს ამდენი შაქარი, ამდენი წამლები არაა საჭირო, ხო ეს ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ. გაჟღენთილია ამ ყველაფრით დღევანდელი საკვები და ეს იწვევს ზუსტად ამას, რომ დაავადებები და ყველაფრის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ხმას რატო არავინ არ იღებს ამაზე, ხო? ნუ ჯერ რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო დაჯდა, რაღაცა ნორმები შეიმუშავეს, რომ თუ ერთჯერადად ადამიანი ამას მიიღებს, ის ძალიან მავნებელი არ არის, მაგრამ იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ყოველდღიური და ხშირი მოხმარება რას იწვევს. და პლუს კიდე ძალიან ბევრს არ აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელები. ეს სიმართლეა, იმიტომ რომ აი ჩვენ გონია, რომ ყველაზე დიდი ფული დღეს ატრიალებს, რა ზოგს გონია აი ოქროს საბადოებში, ზოგს გონია, რომ რაღაცა ნავთობებში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მილიარდები ტრიალებს, მაგრამ ჯანდაცვის და ჯანმრთელობის ინდუსტრიაში ტრიალებს ყველაზე დიდი ფული. სახელმწიფო აი ამ შემოსავლებით, რასაც იღებს იმ სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ქანხრებისგან და კლინიკებისგან, შენდება რა, არავის არ აწყობს. მიხვდით, ცალკე იმით შენდება, რომ ეს ბევრი პროდუქტი იყიდება, რაც საწამლავია, ცალკე იმით მერე რომ წამლები იყიდება, ის იყიდება და ანუ რა ხდება? ფაქტიურად ჩვენს ჯანმრთელობაზე არავინ არ ფიქრობს რა, ანუ არავის არ აწყობს რა. ეხლა წარმოიდგინე, რა კლინიკაში რომ რიგებია და აფთიაქში რიგებია, ეს ფარმაკოლოგებს აწყობთ, ხო, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ცუდად, მით უფრო კარგი იქნება ეს მათთვის, ხო? მაგრამ ნახე რა ხდება. გამოსავალი არსებობს, მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ გამოსავალი არ არსებობს. ამას ჭირდება სულ ორი რამე. თუ ამ ორ რჩევას გაითვალისწინებთ, რასაც ეხლა მოგცემ, პლუს თუ გადახედავთ ჩვენ სხვა ვიდეოებს, ჩათვალე, ეხლა ვიღაცამ კომენტარში დაგვიწერა, რომ სად იყავით აქამდე, ეხლა რატო საუბრობთ ამასო? 7 წელზე მეტია ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ. ერთი რამოდენიმე თვის წინ ვიდეოც კი ჩავწერე, რომ ეხლა ისეთ ინფორმაციას გეტყვით, რომ შეიძლება მტრები გამიჩნდეს მეთქი და ეს ყველაფერი ავწერე, გადადით ჩვენს არხზე, სხვა ვიდეოებსაც გადახედეთ, თვალი იქ ვსაუბრობთ რა უნდა ჭამო, რა არ უნდა ჭამო, როგორ უნდა იყოს ჯანმრთელი და მოდი ეხლა გამოსავალზე ვისაუბროთ, ხო? ორი რამე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად, უნდა ვეძებოთ ყოველთვის ცილა და უჯრედისი საკვები ბოჭკოები, ანუ დღეს კი გვეუბნებით, რომ ჩვენც ხედავთ, რომ სადღაა ეს ჯანსაღი საკვები და ეს
კაი პროდუქტები, მაგრამ ნახე ორი რამე, რასაც საკვებიდან ვერ გააქრობენ, სასიცოცხლოდ გჭირდება. ეხლა არ მაქვს საუბარი ვიტამინებზე და მინერალებზე. პირველი საუბარი მაქვს საკვებ ბოჭკოებზე. ანუ უჯრედისზე, ამას ვერაფერს ვერ უზავენ, ის ცოცხალი ხილბოსტნეულიდან ვერ გააქრობენ. ხა ვიტამინები შეიძლება გააქრონ, მაგრამ საკვებ ბოჭკოებს ვერ გააქრობენ. საკვები ბოჭკოები რატო გჭირდება? ჩვენი ორგანიზმის სიძლიერის და ჩვენი იმუნიტეტის ნახევარზე მეტი კი არა, 2/3-ზე მეტი დამოკიდებულია ჩვენი კუჭის ჯანმრთელობაზე. და საკვები ბოჭკოები არის კუჭის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, საჭირო რამე. რა ეს არის კუჭის ჯანმრთელობა. ამიტომ საკვები ბოჭკოები ხილბოსტნეულში შედის დიდი რაოდენობით და მარცვლოვან პროდუქტებში და ჩართეთ რაციონში. შემდეგ ეძებეთ ცილები. ჩვენი იმუნური სისტემის და ორგანიზმის სიძლიერის ერთ-ერთი იარაღი ასევე არის ცილოვანი საკვები. შეიძლება იმ საკვებში გაჟღითო რაღაც წამლები და ის ქიმიკატები, მაგრამ იმ ცილებს ვერაფერს ვერ უშვებიან. ამიტომ ცილა და საკვები ბოჭკო ყოველდღიურ რაციონში თუ გააქვს, უკვე შედარებით დაცული ხარ, მაგრამ არსებობს მეორე გზაც, ხო ჩვენ ვთქვით რომ ორი გზა არსებობს. გარდა იმისა, რომ კვება უნდა გავაჯანსაღოთ, ვეძებოთ საკვები ბოჭკოები და ცილები, ასევე ჩვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩავსვათ საკვები დანამატები, ანტიოქსიდანტებით მდიდარი დანამატები. ნახე, არსებობს არმია, რომელიც ჩვენ გვიცავს. ჩვენს ორგანიზმში ახლა მოკლედ გეტყვი, ყოველ წამს და ყოველ წუთს მიდის ბრძოლები შიგნით, ხო, იმიტომ რომ ჩვენ საკვებიდან ბევრ ცუდ ელემენტებს ვიღებთ, ცალკე იქ სუნთქვიდან ვიღებთ სხვადასხვა გარემოდან ცუდ ელემენტებს, ცალკე იქ პესტიციდებია, წამლებია, ამ საკვებში უბედური რაღაცებია და ორგანიზმი ბრძოლობს, მაგრამ ბრძოლა მიდის უჯრედები ბრძოლობენ, ანუ პატარ-პატარა უჯრედებია და ისინი ბრძოლობენ, ანუ როცა რაღაცა ღვიძლს ჭირს, ჩათვალე იქ ღვიძლის უჯრედები დაზიანდა, იქ მოერია ის ყველაფერი ღვიძლს, როცა რაღაცა ჭირს ჩვენს კუნთებს, კუნთის უჯრედებს მოერია რაღაცა ცუდი, როცა ვირუსი შეგეპარა, ანუ ვერ დაამარცხა ამ უჯრედებმა ეს ვირუსი და არსებობს არმია, ფარი რო ვთქვათ, რომელიც უჯრედებს ეხმარება ბრძოლაში, ანუ ხო არის უჯრედი, ეს ანტიოქსიდანტი არის ელემენტი, რომელიც ამ უჯრედის წინ ფარად დგება და დარტყმებს იღებს თავის თავს. კი, ბოსტნეული გონიათ არ არის მოწამლულია, რა თქმა უნდა, ამიტომ ვიცახით, რომ ვიტამინებს იქიდან ვერ შეივსებ, მაგრამ საკვებ ბოჭკოებს მიიღებ. და ვიტამინების და მინერალების შევსება უკვე საკვები დანამატებით შეგიძლია. ჩემს ოჯახში უკვე 7 წელზე მეტი არსებობს დაბალანსებული შეიკები, სხვადასხვა ვიტამინები, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღევანდელი საკვები გამოფიტულია. დანამატი ყველა ოჯახში უნდა იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტები, მდიდარი პროდუქტები საჭიროა. ესე იგი, ანტიოქსიდანტი რა არის? წეღავ თქვით, რომ ჩვენს ორგანიზმში სულ არის ბრძოლები, ხო, უჯრედებს სულ ებრძვიან ეს გარემოდან მიღებული რაღაც ცუდი რაღაცეები, ხო? და ანტიოქსიდანტი არის იარაღი, რომელიც გვეხმარება ამის დამარცხებაში, ანუ ხელს უშლის ყველანაირ ვირუსი იქნება, ბაქტერია იქნება, თუ თავისუფალი რადიკალი თუ რა იქნება, რომ უჯრედი დაამარცხოს. ძალიან ანტიოქსიდანტები საკვებში შედის ცოტა რაოდენობით. შეგიძლია მაგალითად ყველაზე მეტი შედის კენკროვან ხილში და ციტრუსებში. ხო, ეს ჟოლო, მოცვი, პორტოხალი, გრეიპფრუტი და ასე შემდეგ ჩართე შენს რაციონში, მაგრამ თუ გინდა დარწმუნებით შევისო ყველაფერი, დანამატებით ჩართე. საკვები დანამატები არის 21 საუკუნეში, რაც კი ცნობილი რამეა, ყველაზე ჯანსაღია. ოღონდ ამასაც რა თქმა უნდა სწორი შერჩევა ჭირდება, სწორად უნდა შეარჩიო, ხო? შენ თუ ორგანიზმში გაქვს საკმარისი ანტიოქსიდანტები და შენი იმუნურ სისტემას თუ მხარს უჭერო გაძლიერდეს, ჩათვალე ვერაფერი ვეღარ გავლებს. რა, ანუ დაცული იქნები მაქსიმალურად. მე მაგალითად ყველას უყვებით ჩემს ისტორიას, რომ 7 წლის წინ 152 კილოგრამს როცა ვიწონიდი, ჯიბეში წამლებით დავდიოდი გამაყუჩებლებით, სუხარ ამაწუხებ და ხარა და 7 წელია რაც კვება დავაბალანსე, წონა დავიკელი, დანამატები ჩავთე რაციონში და თავიც კი არ ამტკიებია ხალხო და აფთიაქში ფეხი არ შემიტყავს. წონაც დავიკელი და თავს იდეალურად ვცნობ. ამიტომ იყავით დაცულები, ხო? იყვებეთ ჯანსაღად, ჩასვით რაციონში საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტი, ცილოვანი საკვები და მიიღეთ სწორი საკვები დანამატები, ვიტამინები და მინერალები. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო საკუთარი თავისთვის. გააზიარეთ ეს ვიდეო მაქსიმალურად. თუ ჩემი არ გჯერათ, ხო, გადახედეთ იქ ჩვენ შედეგებს, ათასობით შედეგი დევს. აქ ხო ყველა ჩვენი კლიენტი იძახის, რომ თემო, მას შემდეგ რაც შენ დაგვიბალანსე კვება და დანამატები ჩავსვი, მარტო კი არ გავხდი, 10 ჯერ მეტ სიძლიერეს გრძნობ, ენერგიას გრძნობ, სიჯანსაღეს, შენც თუ ხარ ჯანსაღ კვებაზე და
დაბალანსებულად იკვებები და დანამატებიც გაქვს რაციონში, ხო? დაწერე შენ კომენტარებში мотиваცია მიეცი ხალხს, რას გრძნობ, ხო? როგორი სიძლიერე გაქვს, როგორი ენერგია გაქვს, როგორი შეგრძნებები გაქვს და თუ გინდა რომ გვერდში პროფესიონალი კონსულტანტი ყავდეს, მენტორი, რომელიც კვების დალაგებაში დაგეხმარება, კონტროლში, დანამატების შერჩევაში და ყველაფერშიც. ეხლა სპეციალურად თქვენთვის შეთავაზებები გვაქვს, პირადში მოგწერეთ და გირჩევთ რომ ამ ვიდეოს მეორეთაც უყუროთ, რომ გაიგოთ რომ რატო უბედურდება ეს საკვები, ხმას რატო არავინ არ იღებს და გამოსავალი ბოლოს და ბოლოს სად